რეალ ტივის საინფორმაციო სამსახური წარმოგიდგენ დღის ამბებს 19 საათზე საღამო მშვიდობისა. მოწმის სტატუსით რამდენიმე მოქალაქის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში საქმე ეხება ფონდ კომაგის მიერ დარეგისტრირებული მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე დარეცხულ საეჭვო თანხებს. წინასწარი ინფორმაციით შესაძლოა საქმე ჰქონდეს ამორჩევლის მოსყიდვის ახალ სქემასთან, რომლის განხორციელებაშიც პარტია ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები მონაწილეობენ. პროკურატურამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თანხის პირების საბანკო ანგარიშები დააყადაღა. საქართველოში წინა საარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტების შესწავლამ დღეს ახალი დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა. სქემის მიხედვით ფონდი კომაგის ანგარიშზე ვანო ჩხარტიშვილმა ორი ქვეყნიდან ბრიტანეთიდან და უკრაინიდან საბოლოო ჯამში $15,000 და კიდევ 500 ფუნტი გადმორიცხა. ამ სქემის მიხედვით პირდაპირ არის დაკავშირებული კომაგის მიერ ქართული ოცნების ამომრჩევლის დაფინანსება და წინასწარი მოსყიდვა, თუმცა დღეს იამეტრეველმა ღიად განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ უკავშირებენ ფონდი კომაგის სახელს ბიძინა ივანიშვილის პარტიას. რატო გვაიგივებენ ჩვენ ქართულ ოცნებასთან, ეს ჩემთვის გაუგებარია. კიდევ ვიძახი, რატომ არ მაიგივებენ ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან, როდესაც ყველა კადრში ვარ მასთან ერთად. რატომ არ მაიგივებენ ლევან გაჩეჩილაძესთან და ასე შემდეგ. კიდევ ვიმეორებ, არც ერთ პარტიაში არ ყოფილვარ მე და არც ერთ პარტიასთან არ ვარ მიკერძოებული. მე ვერც არც ვანო ჩხარტიშვილი ვიცი და არც ის ადამიანები, ვინც გაავრცელა პროკურატურამ. ჩემთვის ეს არის უცნობი. მიუხედავად იამეტრეველის მტკიცებისა, სატელევიზიო და პრესის არქივები ძალიან ბევრ დოკუმენტურ მასალას ინახავენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაუკავშირა თავის საქველმოქმედო მოღვაწეობა იამეტრეველმა ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. პირველი ამის დამამტკიცებელი ფაქტი იყო ის, რომ ჯერ ბიძინა ივანიშვილმა გაცხადებულად თქვა რეზონანსის ფურცლებზე, რომ ის აპირებდა დახმარებოდა პოლიტიკურად რეპრესირებულ ადამიანებს და ამისთვის აპირებდა შეექმნა საქველმოქმედო ფონდი, თუმცა ცოტა მოგვიანებით ეს იდეა ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და იგივე იდეით საზოგადოებას წარუდგა იამეტრეველი და შექმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია კომაგი. ამ კომაგის დაარსების შესახებ პირველი ინფორმაცია ერთ-ერთ ბრიფინგზე ქართული ოცნების ოფისში მოხდა. გაცხადდა ეს ინფორმაცია და სოზარ სუბარმა სწორედ მაშინ უთხრა ჟურნალისტებს, რომ იამეტრეველი კომაგის დაფინანსებას და შექმნას აპირებდა უცხოელი ბიზნესმენები, უცხოეთიდან აპირებდნენ კომაგის ანგარიშებზე ფულის ჩარიცხვას და სწორედ ამ ფულით აპირებდა პოლიტიკურად რეპრესირებულების დაფინანსებას იამეტრეველი. ქართული ოცნების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე დაწყებულმა გამოძიებამ ახალი დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა. მთავარი პროკურატურის მასალებით ირკვევა, რომ ქართულ ოცნებასთან ასოცირებულმა ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა ფონდ კომაგის წევრებს 100,000-ობით ლარი პირად ანგარიშებზე ბრიტანეთიდან და უკრაინიდან ჩაურიცხა. პროკურატურამ საეჭვო თანხის მიმღები პირები დაკითხვაზე უკვე დაიბარა. დანაშაულის შენიღების მიზნით ქართულ ოცნებასთან პირდაპირ დაკავშირებულ ფონდ კომაგში რეგისტრირებული პირები მოსყიდვისათვის გამიზნულ თანხებს ღებულობენ არა ფონდი კომაგისგან, არამედ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ივანე ჩხარტიშვილის მიერ შერჩეული ოფშორული კომპანიებიდან და ფიზიკური პირებისგან. საქველმოქმედო ფონდ კომაგის წევრებს ჩხარტიშვილმა თანხა ოფშორული კომპანიების მეშვეობით ჩაურიცხა. ფონდის დამფუძნებელი და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პარტნიორი იამეტრეველი კომაგის წევრების პირად ანგარიშებზე სოლიდური თანხების ჩარიცხვის ფაქტებს არ უარყოფს. ამ მოქალაქეებმა ზოგმა მათგანმა მიიღო უკვე დახმარება, ზოგ მათგანს ჯერ არაუღია და დაუყადაღეს ის თანხა, რაც მათ ანგარიშზე იქნა ჩარიცხული, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების მიერ, რომლებმაც გამოიჩინეს კეთილი ნება და დაეხმარენ ამ ხალხს, თუმცა ეს ანგარიშები ნახევარზე მეტი დაყადაღდა. ფონდ კომაგის ანგარიშები პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ სწორედ ანალოგიური ფინანსური მაქინაციების გამო დააყადაღა. მაშინ იამეტრეველის ორგანიზაციას 90,000 ლარი ნარკოტრაფიკში ეჭვმიტანილმა და ინტერპოლით ძებნილმა ბიძინა გიორგობიანმა გადაურიცხა. ანგარიშები კი კონტროლის პალატამ დაუყადაღა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშები დაყადაღებულია, ჩვენ მუშაობას მაინც ვაგრძელებთ. მოდიან დაზარალებული ადამიანები და მათ ყველანაირად დავეხმარებით. ანგარიშები დაყადაღებულია, მაგრამ სხვა გზებს მოვძებნით და შევასრულებთ ჩვენს დანაპირებს. ალტერნატიული გზა ამჯერად ანაბრების მითვისებაში ეჭვმიტანილი ვანო ჩხარტიშვილის სახელს დაუკავშირდა. ის რომ უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენებს კომაგის დაფინანსების სურვილი ჰქონდათ, ეს მედიას ჯერ კიდევ 3 თვის წინ სოზარ სუბარმა გაუმხილა. მე მაქვს ინფორმაცია ზოგიერთი უცხოელი ბიზნესმენის, უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენისგან,
თვითონ მათთან ვისთანაც კავშირი მაქვს, რომ ისინი აპირებენ ძალიან აქტიურად ითანამშრომლონ ამ ფონდთან და ეხლა თვითონ კონკრეტულად რას გააკეთებს ფონდი, ალბათ ქალბატონია თვითონ გააკეთებს განცხადებას. კომაგისა და ქართული ოცნების დაფინანსების მსურველი უცხოელები ამჯერად ვანო ჩხარტიშვილზე ფინანსურად დამოკიდებული ნატალია კოზიუპა, კატრინა პავლოვა და რიჩარდ ჯეი ტეილორი არიან. საქართველოში ვანო ჩხარტიშვილის ფინანსური მაქინაციები და დანაშაულებრივი სქემები ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს ერთნაირად კარგად ახსოვთ. ოცნების და მისი ლიდერის გარშემო და ყოველ მხრივ ცდილობენ ფულით, რესურსებით, თავისი დაქირავებული ადამიანებით, სხვადასხვა მექანიზმებით ხელი შეუწყონ და დაეხმარონ ოცნების საარჩევნო პროცესს. ვანო ჩხარტიშვილი ხანი ერთ მთავრობასთან იყო, ხან მეორე მთავრობასთან იყო და არ შემიძლია ახლა თქვა, რომ აი მესამე მთავრობასთანაც უნდა ალბათ იყოს. მოკლედ კარგად უნდა იმ კაცს იყოს და რა საერთოდ. იმ შემთხვევაში თუ ფონდ კომაგის მიერ ქართული ოცნების ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს გამოძიება დაადასტურებს, არ არის გამორიცხული მესამე პირის, ანუ მოსყიდული ამომრჩევლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ვანო ჩხარტიშვილის პოლიტიკურ წარსულს და მის საქართველოში მოღვაწეობას დაახლოებით ერთნაირად იხსენებენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. ვანო ჩხარტიშვილის განვლილ კარიერას დღეს თვალით ჩემმა კოლეგამ ნინო ფოფხაძემ გადაავლო. ვანო ჩხარტიშვილი ბიზნესმენი, რომელიც ოფშორულ ზონებში რამდენიმე კომპანიას ფლობს, იგი ყოფილი პოლიტიკოსი და ტელეკომპანია მზის ყოფილი დამფუძნებელია, რომლის სახელსაც არაერთი ბიზნეს სკანდალი უკავშირდება. ვანო ჩხარტიშვილი 1999-2000 წლებში ეკონომიკის მინისტრი და ედუარდ შევარდნაძის ფავორიტი. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში რუსული კაპიტალის შემოსვლა. ვანო ჩხარტიშვილმა გაერთიანებული ქართული ბანკის 51%-იანი წილი რუსულ ნეშკომბანკს მიყიდა და საკონტროლო პაკეტიც გადასცა. იაფი ფულის შემოსვლაზე ჯერ ბევრი ისაუბრა, შემდეგ კი მიანაბრეებს ანაბრები წართო და დღემდე მისი სახელი გაუფასურებულ ანაბრებთან ასოცირდება. სიგნალი იმისა, რომ ქვეყანაში შემოვა იაფი ფული, ანუ დაბალ საპროცენტო განაკვეთები ექნება ჩვენს ბიზნეს სამყაროს, ეს მიმაჩნია, რომ შექმნის კონკურენტუნარიან პროდუქციას და მიმაჩნია, რომ საქართველოში საბანკო სისტემა, რა თქმა უნდა, სტაბილურია, სტანდარტებს ჩვენ ვიცავთ, მაგრამ ბანკებს არ აქვთ ფული, არ აქვთ აქტივები. საკუთარი ბიზნესის დასაცავად ჩხარტიშვილი ედუარდ შევარდნაძის მხარდაჭერით ოზურგეთის მაჟორიტარის მანდატით მოვიდა. თუმცა მანამდე აცხადებდა, რომ ის არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გაერთიანდებოდა. მე არ ვაპირებ არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში შესვლას და ეს არის ჩემი პირობა და არც ერთ შემთხვევაში ტელეკომპანია მზე არ შეასრულებს არც ერთი მხარის, ეს იქნება პოზიცია თუ ოპოზიცია დაკვეთას და მე ვიქნები ის პიროვნება, რომელიც ამ პასუხისმგებლობას ავიღებ ჩემს მხრებზე. გაპოლიტიკოსებულმა ვანო ჩხარტიშვილმა ძალები მედიაშიც მოსინჯა და ტელეკომპანია მზე დააფუძნა. თუმცა ხელისუფლებაში მასთან დაპირისპირებული დემოკრატების გუნდის და მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ ფინანსური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით ტელევიზიის აქციებიც გაყიდა. და კიდევ ბევრი თანამდებობის მის რომელიც ახ არის. გინდათ გვარები, კიდევ მეც ჩამოგიჭრეთ. სატელევიზიო არქივი არაერთ კადრს ინახავს შევარდნაძის დროინდელ ჩინოვნიკებთან ახალგაზრდა დემოკრატების დაპირისპირების შესახებ. ახალგაზრდა დემოკრატები ჩხარტიშვილს შევარდნაძის სხვა ფავორიტებთან ერთად სხვადასხვა ბიზნესების, ლობირების და პოლიტიკაში ოლიგარქიული კლანების დამკვიდრების გამო უპირისპირდებოდნენ. ვისი სახლებიც არის, ამის არ მეშენია სახლების დასახელება. შემდეგ ბოდიშვიხტი. წარმოგიდგეთ შემდეგ თავრობის ხდომაზე დეტალურ სიას. აი ამ დარბაზის ხდომი, აი ამ მაგიდაზე მჯდომი, რომელი მინისტრების და რომელი თანამდებობის პირების სახლებია ეს ყველაფერი. ბოდიშვიხტი, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ აღშენებლობაზე, მე საქართველოს ვანო ჩხარტიშვილმა ზურაბ ნოღაიდელთან დაკავშირებული სკანდალური საქმის გამო დატოვა და რუსეთში გადაინაცვლა. დიახ, აქვს თუ არა ვანო ჩხარტიშვილს წინასაარჩევნო პერიოდში კონკრეტული პოლიტიკური ამბიციები ძალიან მალე გახდება ცნობილი, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 4 თვე დარჩა. გაუმაწყრის სახელით ცნობილ საქართველოსთან გაქცეულ ვანო ჩხარტიშვილის წარსულს ნინი ფოფხაძემ გადაავლო თვალი. ქართული ოცნება კგბ-ს მეთოდებით სახელმწიფო მოხელეებისაგან ინფორმაციის მისაღებად სპეციალურ მოსასმენ აპარატურას იყენებს. რისი მოსმენა აინტერესებს ოლიგარქს, სად შეიძლება მოსასმენი აპარატურის შეძენა და რა აპარატურა შედის მეოცნებეთა შეიარაღებაში. ბიძინა ივანიშვილის სკანდალურ პოლიტიკურ ნაბიჯებს კიდევ ერთი არანაკლებ გახმაურებული ქმედება შეემატა. ქართული ოცნების ოლიგარქი საკუთარ აქტივისტებს სახელმწიფო მოხელეებისა და პოლიციელების გადაბირებასა და ფარულ მოსმენას გარკვეული თანხის სანაცვლოდ ავალებს. დავალების შესრულების პირველივე მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. პოლიციამ ოლიგარქის ყველა ნაბიჯი გაშიფრა.
რაღაც უბრალოდ რაღაცები შეგაკეთებული. გერცმი ექსtra შეიძლება. მელოკი და გასაგები. ნომერ პირველი მეოცნებე სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვისთვის იმ მეთოდებს იყენებს, რომლითაც KGB დღემდე სარგებლობს. მსგავსი მეთოდებით რუსული სპეცსამსახურები სასურველ ადამიანს ჯერ მოისყიდიდნენ, შემდეგ კი შანტაჟის გამოყენებით მას თანამშრომლებზე თუ ახლობლებზე სრუჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ოლიგარქის პირველი მცდელობაც ასეთი იყო. მეოცნებეების დავალებით ერთ-ერთ პოლიციელს თათბირი ფარული კამერით უნდა გადაიღო. გადაღებული მასალა კი პირადად ბიძინა ივანიშვილს უნდა ინახა. ფარული ჩანაწერის გამოყენება ახლა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მე არ მიმაჩნია, რომ არის მართებული. საქართველოში არის ღია დემოკრატიული სისტემა, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია, რომ თავისი პოლიტიკური პარტიის პროგრამა, თავისი პოლიტიკური პარტიის პლატფორმა, თავისი ხედვა წარმოადგინოს. როგორც ჩანს, ვიღაცებისთვის დასაშვებია პოლიტიკაში იმის კეთება, რაც პრინციპში არის დაუშვებელი. ეს არის მოსყიდვა ერთის მხრივ საჯარო პირების, მეორის მხრივ ასე ვთქვათ, მოსმენები და შემდეგ. ეს არის ბინძური საქმე, შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ და ალბათ მე ვფიქრობ აუცილებელია რაღაც გარკვეული ეთიკის კოდექსი უნდა არსებობდეს პოლიტიკური პარტიების ქმედებებზე და ჩვენ ამ ეთიკის კოდექსის დამცველი უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარი არის ღიად და დაუფარავად ჩვენ სამორჩეულს გავაცნოთ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები. ექსპერტების აზრით ივანიშვილმა გადასაბირებელ ადამიანთა შორის სამართალდამცველების შემთხვევით არ შეარჩია. როგორც ისინი ამბობენ, ძალოვანი უწყებების განეიტრალებით კრემლს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად ხელფეხი გაეხსნება. ის მეთოდოლოგია, რაც აქვს ივანიშვილს, ხომ, მოსმენების, გადამობირების, ეგრეთ წოდებული დავერბოვკების, რომ მიდი დაელაპარაკე იქ პრემიების მიცემის, თავის მხარეს გადმოყვანეს, ეს არის კლასიკური რუსული სპეცსამსახურის მიერ წლების მანძილზე. მათ საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს აი ესეთი ტიპის მუშაობის. აპარატურა, რომელიც ქართული ოცნების ოლიგარქმა რეგიონულ ორგანიზაციებში სავარაუდოდ უკვე ბოლომდე დაარიგა, საქართველოში თავისუფლად იყიდება. ვებგვერდს, სადაც აგენტურული მუშაობისთვის საჭირო ატრიბუტიკის ფართო არჩევანის ნახვა შეიძლება, აგენტი ჯი ჰქვია. ფარული კამერები ბრელოკებში, ავტომანქანის გასაღებში, საწერკალმებში, სათვალეში, საათებში და მრავალ სხვა ნივთშია ჩამონტაჟებული. აპარატურის ფასები და შეძენის შემთხვევაში კონსპირაციულობა მილიარდერისთვის, როგორც ჩანს, მისაღები აღმოჩნდა. შეგიძლიათ საიტიდან ამოვაჩოთ ის მითები და თქვათ რაც გაინტერესებს და მე თვითონ კურიერი წამოიღებს ადგილზე. და ადგილზე შეგიძლიათ შეხოთ თუ მოგეწონებათ აიღეთ, თუ არ მოგეწონებათ პრობლემა არ არის. და პირადობის მოწმობა, ესეთი რაღაცები არ უნდა, ოფიციალური დოკუმენტი ვთქვათ ან რაღაცა? უბრალოდ ხელზე ხდება გადახდა მეტი არაფერი. თუ ნახეთ თუ გინდა ბანკით ხავის. KGB-ს მეთოდების გამოყენების მცდელობის არაერთი ფაქტის მიუხედავად მეოცნებეები ფარულ მოსმენებსა და დასმენებს მაინც ხელისუფლებას აბრალებენ. რაც შეეხება მოსასმენ აპარატებს ბრელოკებში ჩამაგრებულ გუშინდელი გავრცელებული ეგ ხელისუფლებას აქვს. ბრელოკების დარიგებაზე უკვე საუბრობენ გორდება მსგავსი ნივთებიც არული არ გჭირდება ხელისუფლებას აქვს. ხელისუფლებისთვის ფარული მოსმენებისა და ჩაწერების დასაბრალებლად მეოცნებეებმა სავარაუდოდ სომხური დიასპორის შეხვედრაც გამოიყენეს. მოსასმენი აპარატი, რომელიც ყვავილის ქოთანში იყო ჩამონტაჟებული, სავარაუდოდ ოცნების წარმომადგენლებმა დააყენეს. ბრალდების უფრო მეტად გასამყარებლად მეოცნებეებმა მოსასმენი აპარატურა ოლიგარქის მრჩევლის გია ხუხაშვილის სახლშიც დააყენეს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მიმდინარე საარჩევნო პერიოდში საქართველოში კონკრეტულ პირს და კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს. ამის შესახებ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა. ჯონ ბასმა დღეს ივანიშვილზე და მის დაყადაღებულ ქონებაზე დასმულ შეკითხვას არ უპასუხა. უკვე მეორედ დიპლომატის მხრიდან უპასუხო დარჩა ტელეკომპანია Real TV-ს შეკითხვაც, როგორ მოიქცეოდა მისი ქვეყნის ხელისუფლება, თუ კი ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებისათვის დაჯარიმებული პოლიტიკური სუბიექტი ჯარიმებს არ გადაიხდიდა. გარდა ამისა, ჩვენ ვერ მოვახერხეთ მისგან პასუხის მიღება, აპირებს თუ არა ამერიკის ელჩის პოსტის დატოვების შემდეგ ჯონ ბასი მილიარდერი ივანიშვილის მრჩეველი გახდეს. ჯონ ბასის მიერ ივანიშვილთან დაკავშირებით ტენდენციური და ცალმხრივი კომენტარების ფონზე კულუარებში აქტიურად საუბრობენ. მე სადღაც ბევრჯერ მithქვამს, მაგრამ ვფიქრობ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მომიწევს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ერთ რომელიმე კანდიდატს ან ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ჩვენი მიზანია დავაკვირდეთ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, ვნახოთ არსებობს თუ არა დიალოგი მხარეებს შორის. რაც შეეხება პროგრამებს, რომლებსაც ამერიკა საქართველოში ახორციელებს, ისინი მიმართულია ქვეყნის დემოკრატიული კულტურის ამაღლებისკენ. ჩვენი მიზანია, რომ ქართველ ხალხს საკუთარი არჩევანი
ქვეყანის თავისუფლად გაკეთების საშუალება კონდეს. და როგორც ამ წუთებში პროდიუსერები მატყობინებენ, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში განათლების მინისტრის და ცენტრის განათლების მინისტრის მოადგილის და ცენტრის ხელმძღვანელის ერთობლივი პრესკონფერენცია დაიწყო. ბრიფინგს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ. სისტემა იყო მდგრადი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მზად ვიყავით ამ გამოცდებისთვის, ჩავატარებთ და ჩატარდება საბოლოოდ ისე, როგორც ეს ეკადრება ჩვენს აბიტურიენტებს, ჩვენს თანამოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას. იცით, რომ იყო შექმნილი სპეციალური საგამოცდო შტაბი, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ ქალაქ თბილისის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო. აი ამ უწყებების თანწყობილი მუშაობის შედეგი იყო სწორედ დღევანდელი შვიდი ვითარება საგამოცდო ცენტრებში. რისთვისაც მათ სათითაოდ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. მე მინდა ქალბატონ ხატიევსკო მოგვიყვეს დღევანდელი დღის შესახებ და შემდგომ ნებისმიერ თქვენ შეკითხვას ვზად ვართ უპასუხოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ვიცი, რომ საზოგადოებას ნამდვილად აინტერესებს სხვადასხვა ტექნიკური დეტალი, როგორც აიარა დღევანდელმა დღემ. 17-ვე საგამოცდო ცენტრში აბსოლუტურად არანაირი ტექნიკური ხარვები არ ყოფილა. მაშას ეს იყო პირდაპირი ჩართვა განათლების მინისტრის პირველი მოადგილისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ერთობლივი ბრიფინგიდან. მაშასე დღეს დილიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობდა. აბიტურიენტებმა პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს. გამოცდებზე ექსცესები არ დაფიქსირებულა. ყველა საგამოცდო ცენტრთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. გამოცდებს 12 ქალაქის 17 საგამოცდო ცენტრში 35000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. აბიტურიენტების შედეგებს ოქტომბრის ნაცვლად 25 აგვისტოს შეიტყობენ. ერთიანი ეროვნული გამოცდის პირველი ნაწილი დასრულებულია. სულ მალე აბიტურიენტთა მეორე ნაკადის გამოცდა დასრულდება. 8000-ზე მეტმა აბიტურიენტმა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებს პასუხები უკვე გასცა. გამოცდების პირველმა ნაწილმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. არ დაფიქსირებულა დაგვიანების არც ერთი ფაქტი. თბილისის 175 საჯარო სკოლაში მდებარე საგამოცდო ცენტრში განათლების მინისტრი პირადად მივიდა და გამოცდების მიმდინარეობას დაესწრო. გამოცდები ტარდება ისე, როგორც ეკადრება ჩვენ ქვეყანას 7 წყნარ ვითარებაში და სახელმწიფო არის გარანტი იმისა, რომ ყველა ბავშვი ჩააბარებს უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ თავისი ნიჭით, მხოლოდ თავისი შრომით და მხოლოდ თავისი სწავლით. დედაქალაქის გარდა ეროვნული გამოცდები რეგიონებშიც მიმდინარეობს. ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ახალციხე, ქუთაისი, გორი, რუსთავი, თელავი, სიღნაღი და ხულო. 12 ქალაქის 17 საგამოცდო ცენტრში 35000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. თელავში იმყოფებოდა განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე, რომელიც გამოცდებს დაესწრო. დღეს დაიწყო საგამოცდო პროცესი, დღეს არის პირველი დღე. დილიდანვე შემილია თამამად თქვა, რომ არანაირ ექსცესს არ ქონია ადგილი. ძალიან მწყობრად, ძალიან კარგად მიმდინარეობს პროცესი. განსაკუთრებით ამას ველოდები მე უნებრივია კახეთში, თავისი ჩვეული დარბაისლობით და სიდინჯით. ძალიან წყნარად მიმდინარეობს პროცესი. 17-ვე ცენტრში ტესტები საპატრულო პოლიციის თანხლებით მიიტანეს. სპეციალური ლუკი შეფუთულყუთებს პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ახსნეს. 2012 წლის საგამოცდო ტესტები დიდ ბრიტანეთში საგამომცემლო სტივენ ოსტინში დაიბეჭდა. საქართველოში ტესტები 2 კვირის წინ ჩამოიტანეს, რის შემდეგაც რეგიონების მიხედვით გადანაწილდა. საგამოცდო ცენტრებში, სადაც 850 ვიდეო თვალია დამონტაჟებული, ტესტირების პროცესს 13000 დამკვირვებელი ადევნებს თვალს. რობით არის დარღვევა არ ყოფილა უფრო მეცაც გეტყვით არ ყოფილა დაგვიანებაც კი იყო ერთი შემთხვევასაც ბავშვი შეეშალა უბრალოდ სხვა საგამოცდო ცენტრში მივიდა მაგრამ ჩვენმა თანამშრომლებმა უზრუნველყოს რომ ეს ბავშვი დროზე მოხვდა იმ ადგილას იმ საგამოცდო ცენტრში სადაც უნდა მოხვედრილიყო პრაქტიკულად არავის არის დარღვევები ხარვეზები არ არის არც ერთ რეგიონში საგამოცდო ტესტი რთული არ იყო მაგრამ არც ადვილი ამასთანავე მგონი ყველას შეუძლია ბარიერის გადალახვა ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 19 ივლისს დასრულდება. მომავალი წლიდან აბიტურიენტები გამოცდებს უკვე 8+1 ფორმატში ჩააბარებენ.
რაც იმას გულისხმობს, რომ მოსწავლეები მომავალი წლიდან გამოცდებს საჯარო სკოლებში ჩააბარებენ, რის შემდეგაც უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან. 91 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი პარლამენტში პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით ის კანონპროექტი დაამტკიცეს, რომელიც საკაბელო ტელევიზიებს სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელევიზიების ჩართვას ავალდებულებს. საკაბელო ტელევიზიები, რომლებსაც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გაცვლილი აქვთ ავტორიზაცია, ვალდებულნი იქნებიან საკუთარ პაკეტში ჩართონ ყველა ტელევიზია, რომლებსაც სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია აქვთ. შეთავაზებული ცვლილების მიხედვით საკაბელო ტელევიზიებს ყველა ტელევიზიის ჩართვის ვალდებულება არჩევნების გამოცხადების დღიდან არჩევნების დღემდე ექნებათ. ოპოზიცია შემოთავაზებულ ვარიანტს არ ეთანხმება. საპარლამენტო უმცირესობის წევრები ვადის 90 დღემდე გაზრდას ითხოვენ. საპარლამენტო მოსმენის შემდეგ კანონპროექტის მოსამზადებელი მოსმენა იურიდიულ კომიტეტში გაიმართა, რომელსაც არასამთავრობოებიც ესწრებოდნენ. მხარეები ვადების გარდა ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. აქ შენიშნა ეს დაშვება ტელეარხების უნდა გავრცელდეს როგორც არჩევნების დღეს, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში სანამდე ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგს არ გამოაქვეყნებს, იმიტომ რომ ეს ინფორმირებულობა ჭირდება ჩვენ სამომრჩეველს. თუ ვიღაც გრძელვადიანი სამოქალაქო მშვიდობა, რომ სიტუაციაგან ყველანაირი ინფორმაცია არსებობდეს ქვეყანაში, იმიტომ რომ მშვიდობა დაფუძნებულია ჩვენთან დემოკრატიაზე. სტაბილურობა არის სწორედ გარანტი არის დემოკრატია და დემოკრატია ნიშნავს თავისუფლებას, ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. ამიტომ თუ კი იქნება ეს გაგრძელდება სამივე ფაზაზე, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ ალტერნატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ საკუთარი დასკვნები გააკეთონ. უდიდესი უმრავლესობა ამ შენიშვნების არის გათვალისწინებული და ეს შენიშვნები იყო როგორც არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ასევე ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან. რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდში გაგრძელებას, ჩვენ არ ვეთანხმებით ამ პოზიციას, იმიტომ რომ კანონპროექტში ცხადად წერია, რომ კანონპროექტის მიზანია წინა საარჩევნო პერიოდში მოხდეს უზრუნველყოფა პოლიტიკური პარტიებისათვის, რომ მათ წარადგინონ თავიანთი პოლიტიკური პროგრამები სრულყოფილად, ხოლო ამომრჩევლებს ჰქონდეთ ინფორმირებული და გააზრებული არჩევნი. ყველა საკითხი რეალურად რაზეც ჰქონდა დავა, გარდა იმ ხანგრძლივობისა, იმ ვადის, რომლის განმავლობაში ეს პრინციპი მოქმედებს, არის შეთანხმებული და ჩამოყალიბებული, შესაბამისად კანონპროექტი მზად არის მეორე მოსმენისთვის. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ სახელმწიფო კანცელარიაში ვიცე-პრემიერ-მინისტრს გიორგი ბარამიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ჩიკაგოს სამიტის შედეგები და საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხები განიხილეს. როგორც ალექსანდრ ვერშბოუმ შეხვედრაზე განმარტა, საქართველოს ბოლო პერიოდში ეკონომიკურ სფეროში და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში დიდი რეფორმები განიცადა და ეს პროგრესის სახეზეა. ვიცე-პრემიერ-მინისტრის განმარტებით კი საქართველოსთვის ვერშბოუს სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს მხარდაჭერას საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხში. ძალიან მოხარულია, რომ მომეცა საშუალება ჩამოსულიყავი საქართველოში და ადგილზე გავცნობოდი იმ პროგრესს, რომელიც თქვენმა ქვეყანამ ბოლო პერიოდში გაიცადა. საქართველოს ძალიან ბევრი რეფორმა გაატარა ეკონომიკის განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიცე-პრემიერთან ძალიან კონსტრუქციული დიალოგი მქონდა. ვისაუბრეთ იმ გზაზე, რომელსაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ გადის. ჩვენ თქვენს მიერ გამოჩენილ ძალისხმევას ძალიან ვაფასებთ, თუმცა კიდევ არის რეფორმის ნაწილი, რომლებიც უნდა გატარდეს იმისთვის, რომ საქართველოს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ჩვენ ასევე ყოველწლიურ სამოქმედო პროგრამაზეც ვისაუბრეთ. ჩვენ მქონდა საუბარი საქართველოს ნატოს ურთიერთობების ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ჩიკაგოს სამიტი იყო კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს კვიდრად ადგას ნატოში გაწევრიანების გზას და მიიწევს წინ. კანცელარიაში გამართულ შეხვედრამდე ალექსანდრ ვერშბოუმ პირველი შეხვედრა დავით ბაქრაძესთან გამართა. შეხვედრაზე ნატოსა და საქართველოს შორის პრაქტიკულ ამოცანებზე ისაუბრეს. ალექსანდრ ვერშბოუმ აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ჩიკაგოს სამიტზეც დადასტურდა და დღემდე ძალაში რჩება. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, საქართველოში შთამბეჭდავი რეფორმები გატარდა. შეხვედრაზე ალექსანდრ ვერშბოუმ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იქ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკმაყოფილებიან. პოლიტიკურად არსებობს ბუხარესტის ვალდებულება, რომელიც კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული ჩიკაგოში, რომ საქართველოს გახდება ნატოს წევრი და ჩვენს ამოცანას წარმოადგენს იმ პრაქტიკული მექანიზმების განხილვა, თუ
თუ როგორ შეიძლება ამ პოლიტიკური ამოცანის განხორციელება. ამიტომ ჩვენი თანამშრომლობა დღეს ნატოსთან ფოკუსირებულია პრაქტიკულ ამოცანებზე, ფოკუსირებულია პრაქტიკულ მექანიზმებზე და ეს არის სწორედ ის მექანიზმები, რომლის საშუალებითაც შესრულდება ბუხარესტის და ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილებები და საქართველო გახდება ნატოს წევრი. უხერხული ვარ, რომ ნატოს ჩიკაგოს სამიტიდან ცოტა ხნის შემდეგ საქართველოში ვიმყოფები და მაქვს შესაძლებლობა კონსულტაციები გავმართო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვდე სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. ეს ჩემი პირველი ვიზიტია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის რანგში. პარლამენტის თავმჯდომარესთან კარგი შეხვედრა გქონდა. გამიხილეთ ის სამუშაოები, რომელიც უნდა გააგრძელდეს, რადგან საქართველოს მინისტრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ. ეჭვი არავის უნდა შეეპაროს ნატოს პოზიციაში, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩიკაგოს სამიტზე. ჩვენ მხარს უჭერთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. საქართველომ უნდა განაგრძოს შთამბეჭდავით ძალისხმევა თავდაცვის სფეროს რეფორმების, მისი მოდერნიზების და ნატოს ოპერაციებში წვრილი შეტანის კუთხით, რასაც დიდად აფასებს ალიანსი. ამ კუთხით ქართულმა ხალხმა დიდი მსხვერპლი გაიღო. საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე ევროკომისარ შტეფან ფულეს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი უკვე მეორე დღეა ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან და ევროკომისართან განვითარების საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში სახალხო პარტიის პრეზიდენტის პირადი მიწვევით იმყოფება. დღესვე მიხეილ სააკაშვილი სახალხო პარტიის ყრილობასაც ესწრება, რომელსაც 40-მდე ქვეყნის უმაღლესი პირები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან. საგადასახადო თაღლითობასა და ფულის გათეთრებაზე დღეს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები უცხოელ კოლეგებთან ერთად მსჯელობდნენ. 24 ქვეყნის წარმომადგენელმა, მათ შორის ევროპული პოლიციისა და ინტერპოლის ხელმძღვანელებმა პირებმა ქართულ მხარესთან ერთად ეკონომიკური დანაშაულის აღკვეთის გზებზე ისაუბრეს. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციების ხელმძღვანელი პირების მოხსენებები და დისკუსიები სხვადასხვა თემატურ საკითხებთან დაკავშირებით. წარმოდგენილია დაახლოებით 24 ქვეყნიდან ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებები, ინტერპოლი, ევროპოლი და შესაბამისად ხდება პრაქტიკის გაზიარება და ზოგადად თანამედროვე საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემატიკაზე საუბარი. საქართველოსა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციას შორის სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებში თანამშრომლობის დეკლარაცია გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია შვეიცარიაში გაიმართა. ასოციაციაში გაერთიანებულია შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მოაწერა. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ გაიმართა მინისტრის შეხვედრები ასოციაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრებთან. ხელმოწერილი დეკლარაცია ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობის დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას სავაჭრო ურთიერთობა გავაღრმავოთ ამ 4 ქვეყანასთან, ჩვენი ქართული პროდუქცია გავიტანოთ ლიხტენშტეინის, ისლანდიის, შვეიცარიის, ნორვეგიის ბაზრებზე და რა თქმა უნდა მოვახდინოთ დივერსიფიკაცია ჩვენი ექსპორტის, პროდუქციის და არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ერთ რეგიონზე ან ერთ ბაზარზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სირიის შესახებ მორიგ კომენტარს აკეთებს და ასადის რეჟიმის მიმართ რაიმე კონკრეტული გეგმის არსებობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ამ დრომდე არ უჭერს მხარს არც ერთ შეთანხმებას სირიასთან დაკავშირებით. საბოლოო დოკუმენტზე მსჯელობა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. მანამდე გავრცელდა ცნობა კოფი ანანის მიერ ინიცირებული ახალი გეგმის შესახებ, რომელიც სირიაში ეროვნული მთავრობის შექმნას ითვალისწინებს. გაეროს ინიციატივით მასში, როგორც ოპოზიცია, ისე ასადის მომხრეები უნდა გაერთიანდნენ. დღეს ჟენევაში შეხვედრა გაიმართა, სადაც კოფი ანანის მიერ ინიცირებულ ახალ გეგმაზე იმსჯელეს. იმედი მაქვს, რომ მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს სირიაში სისხლის ზღვრის დასრულებას. მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ სირიის მოვლენებში უცხო ქვეყნის ინტერვენციას რეგიონში კატასტროფული შედეგი მოჰყვება. ამაში ლიბიის მაგალითზეც დავწმუნდით. და ამასობაში სირიის საზღვართან თურქეთი რაკეტ საწინააღმდეგო სისტემას განათავსებს. გავრცელებული ცნობით შესაბამისი მობილიზება საზღვართან უკვე დაწყებულია. თურქეთმა უკვე გააფრთხილა სირია, რომ ნებისმიერ ქმედებას სამხედროების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვება. თურქეთსა და სირიას შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირიამ თურქული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო.
ბელგიაში ევროკავშირის სამიტი მიმდინარეობს. ლიდერები ევროზონის კრიზისის დარეგულირებაზე კიდევ ერთხელ მსჯელობენ. განიხილავენ ასევე ესპანეთის დახმარების საკითხს, რომელმაც ევროკავშირის ქვეყნებს დახმარების თხოვნით ოფიციალურად უკვე მიმართა. ოფიციალური შეხვედრის დაწყებამდე კი გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა. ფრანსუა ოლანდისა და ანგელა მერკელის შეთანხმებას კრიზისის დარეგულირების კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს. სამიტი საპროტესტო აქციების ფონზე გაიხსნა. აქციის მონაწილეება ევროკავშირის ლიდერების ნიღბებით მათ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. უზბეკეთმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში მონაწილეობა შეაჩერა. ინფორმაციას უზბეკეთის დიპლომატიურ უწყებაზე დაყრდნობით რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ. გავრცელებული ცნობით შესაბამისი ნოტა უზბეკეთის მთავრობამ რუსეთს უკვე გაუგზავნა. თუმცა მიზეზი, რის გამოც უზბეკეთმა გადაწყვეტილება მიიღო, ამ დრომდე უცნობი რჩება. ეგრეთ წოდებული ODKB სამხედრო პოლიტიკური კავშირია, რომელშიც რიგი პოსტსაბჭოთა ქვეყნები არიან გაერთიანებული. ძლიერი აფეთქება მოხდა სირიაში. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ტელევიზიასთან ახლოს ააფეთქა. შედეგად დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 30-მდე მანქანა დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. უნიკალური სამარხი აღმოაჩინეს არქეოლოგებმა სერბეთში. ძლიერმა წვიმამ ქვანახშირის საბადოსთან რამდენიმე მამონტის კვალი აღმოაჩინა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტერიტორიაზე დაახლოებით 14 მამონტის ძვალია. აღნიშნულ მონაკვეთზე სამძებრო სამუშაოები 2009 წლიდან მიმდინარეობდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხულ მსმენელებს შეხვდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 9 ახალი კანდიდატი სწავლას იუსტიციის უმაღლეს სკოლაში განაგრძობს. 10 თვიანი სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი მოსამართლებად დაინიშნებიან. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სწავლების მეთოდების შესახებ ზოგადი ლექცია წაიკითხა. ჯანდაცვის მინისტრმა თბილისში ოფთალმოლოგიის ქართულ-ამერიკული კონფერენცია გახსნა. ღონისძიებას სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის პროფესორი დენიელ ბრინტონი და ნიუ ჰოსპიტალსის თვალის ეროვნული ცენტრის მედიკოსებიც ესწრებოდნენ. კონფერენციის მიზანი ქართველ და ამერიკელ ექიმებს შორის თვალის ნეულებათა მკურნალობის ახალ მეთოდებზე ინფორმაციის გაცვლა და პროფესიული გამოცდილების გაზიარება. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი კონსულტაციები და ოპერაციები, განიხილება ასევე მომავალი თანამშრომლობის საკითხებიც. დღევანდელი კონფერენციის მიზანი აქ ნიუ ჰოსპიტალსის კლინიკაში არის კიდევ ერთხელ კვალიფიკაციის ამაღლება ჩვენი მედპერსონალის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება უცხოეთიდან ჩამოსულ ექსპერტებთან და ექიმებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ პაციენტებს ჰქონდათ განცდა, რომ მათ ემსახურებიან კვალიფიციური ექიმები და ექთნები და ჩვენ სახელმწიფო ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისათვის ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი და სწორედ ამიტომ დაზღვევა იქნება მუდმივად გაფართოებული ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს. იქნა ჩატარებული ოპერაციები კერატოკონუსის სამკურნალოდ, ასევე ფემტოლაზერის გამოყენებით და ასევე ჩატარდა 2 ურთულესი ოპერაცია ბადურის ჩამოცრის პაციენტებისთვის, რამაც წარმატებით ჩაიარა. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ზარაფხანას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ დამზადებული მონეტები და ნუმიზმატიკური ფასეულობა ზარაფხანაშიც გაიყიდება. მათი შეძენა აქამდე მხოლოდ ფულის მუზეუმში იყო შესაძლებელი. ბოლო პერიოდში საკოლექციო ბანკნოტებზე და საინვესტიციო ოქროს მონეტებზე ინტერესი გაიზარდა. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე პირველადი მოხმარების მედიკამენტების გაიაფებაზე ისაუბრა. ლეიბორისტული პარტია პირველადი მოხმარების მედიკამენტების შესახებ კანონპროექტს ამზადებს, სადაც გარკვეულ წამლებზე ზღვრული ფასების დაწესებაზე, ასევე სოციალურად დაუცველებისათვის უფასოდ გადაცემაზე იქნება საუბარი. ლეიბორისტული პარტია ამზადებს კანონპროექტს პირველადი მოხმარების მედიკამენტების შესახებ, სადაც განსაზღვრული ნუსხა გარკვეული სახის წამლებზე ზღვრული ფასების დაწესებისა და აგრეთვე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის უფასოდ გადაცემის შესახებ იქნება გაკეთებული.
ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალშია ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდება ნახევარფინალურ შეხვედრაში პორტუგალიელებს პენალტების სერიით ძლიერს და ზედიზედ მეორედ ითამაშებენ ევროპირველობის ფინალში. შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ძირითადად დამატებით დროში გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. საბოლოო ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელიც უკეთ ესპანელებმა დაარტყეს და ფინალურ შეხვედრაში წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში ტიტულს შეინარჩუნებენ. მეორე ფინალისტი კი დღეს ვარშავაში იტალია-გერმანიის დაპირისპირებაში ვლინდება. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ღირსებას კი კორი ფიშერი დაიცავს. 24 წლის გამთამაშებელი საქართველოს მოქალაქის პასპორტს უახლოეს მომავალში მიიღებს. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისათვის შეკრებას 1 ივლისიდან დაიწყებს. დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა სხვადასხვა მოთამაშეებთან მოლაპარაკება და ბოლოს გაჩერდა მასე უკვე ყურადღება და იგორ კოკოშვილმა ჩათვალა რომ ეს მოთამაშე არის ის რომელიც წაადგება ჩვენს ნაკრებს და ამიტომ ჩვენს ფედერაცია დავეთანხმება. დაგეგმოთ ძალიან ბევრი ამხანაგური თამაში, ტურნირები როგორც თბილისში, აგრეთვე ესტონეთში მიიღებს მონაწილეობას. ყველაზე საჭირო ეს ამხანაგური თამაში იქნება გერმანიაში საკმაოდ ძლიერ გუნდთან. გერმანიაში და ვფიქრობ ამ თამაშებით გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაში შევა. ამ დროისათვის სულ ეს იყო პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებდით დღის ამბებს 19 საათზე რეალ ტივის საინფორმაციო სამსახური 21 საათზე მოკლე მიმოხილვით ბრუნდება.